შეეხება უშუალოდ უცხო ტომელთა აი განსაკუთრებული რაოდენობის შემოსვლას ქვეყანაში. ხედავთ ამას პრობლემად თუ არ ხედავთ, ან არის თუ არა საკანონმდებლო ბაზამზად თუ არ არის, ან არის თუ არა მართლაც ის მასშტაბი, რომელზეც საზოგადოება საუბრობს უკვე ქვეყანაში შემოსული თუ თქვენ თვლით რომ არ არის ასეთი მასშტაბი ჯერჯერობით. იცით რა არის? ეს ადამიანები თუ შემოსულნი არიან არა ცხოვრების უფლებით, არამედ ტურისტული პოტენციალია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ეს ადამიანები კიდევ საკანონმდებლო ბაზამდე მივდივართ, მათ არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ ეს მასიურად მოხდეს ამათი ჩამოსახლება თუ შემოსახლება ქვეყანაში, მაშინ რა თქმა უნდა ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ჩვენ ამისთვის კიდევ ვიმეორებ მზად არ ვართ და არ გვაქვს ჩვენ ისე დაცული ჩვენი საზღვრები კანონით, რომ ეს შემოსულ ადამიანს მარტივად შეუძლია რომ აქ მიიღოს ბინადრობის უფლება, მაშინ რა თქმა უნდა. ამ კითხვებზე არის თუ არა საკანონმდებლო ბაზა მზად, რა რაოდენობის ხალხია შემოსული, ცხოვრების უფლებით არის შემოსული თუ აი ტურისტულად დროებით არის შემოსული, მეტნაკლებად ზუსტი პასუხები არსებობს. ერთი კითხვა არის რომ აი მაგალითად საქსტატის მონაცემები ნამდვილია თუ შეიძლება უფრო დიდი ციფრები იყოს რეალური და გვატყუებენ და შემცირებულ ციფრებს გვიჩვენებენ. საქსტატი გვიდასტურებს რომ 2023 წლის ჩათვლით ანუ 2 წლის მოძველებული მონაცემებია ეს აღწერის თანახმად დაახლოებით 300,000 კაცი ცხოვრების 11 თვის ვადით უკვე იყო საქართველოში. ანუ 300,000 კაცი შემოსული გავსული ტურისტად კი არა, ერთი წელი რო იცხოვრა, ეგეთი ხალხი იყო 300,000. ასევე საქსტატის მონაცემებით გასული შემოსული ადამიანების დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში 300,000 იქაც ემთხვევა. აღწევს შემოსული მიგრანტების რაოდენობა 300,000-ს აჭარბებს გასული მიგრანტების რაოდენობას. ანუ დაახლოებით საქსტატის მონაცემებით 300,000 კაცი დასტურდება. რომ ცხოვრობს, ანუ ტურისტად ერთი კვირით შემოსული კი არა, ერთი წელი მაინც რო იყო საქართველოში. ამასთან ერთად საქსტატის მონაცემები საეჭვო ცდომილებებსაც აჩვენებს. მაგალითად 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა იყო 3,700,000 2024 წლის აღწერით 200,000 მოიმატა 3,900,000 კაცი გახდა. ამასთანავე საქართველოსიდან გასული საქართველოს მოქალაქეების და შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა არის 316,000 ამ მონაკვეთში. ანუ 316,000 ქართველი წავიდა 3,700,000-დან, ანუ 300,000 ნაკლები უნდა ყოფილიყო მოსახლეობა. ქართული კიდე გარდაცვალების დინამიკას, რომელიც აღემატება დაბადებულთა დინამიკას, თან მზარდია ეს აღმატება და ანუ საიდანღაც გაჩნდა 500,000 ადამიანი. ანუ საქსტატი გვეუბნება რომ 300,000 უცხოელი ცხოვრობს დაახლოებით ქვეყანაში, მაგრამ ამასთანავე რაღაც 500,000 მატება თუ გავითვალისწინებთ 300,000 ქართული წავიდა. ცდომილება ეს საქსტატის მონაცემები ყველაფერი საქსტატის ანუ საქსტატის მონაცემებში ცდომილებებია, მათ შორის შემოსული გასულების დინამიკა, მოსახლეობას რამდენს გვეუბნება, რაღაც რომელიღაც ციფრში გვატყუებენ, ოღონდ იმაშიც კი რომელსაც გვიღიარებენ 300,000 უცხოელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. აი ეს არის უხეში ციფრი, რომელსაც შეიძლება გვატყუებენ, მაგრამ გვეუბნები 300,000 ადამიანი ესე დაახლოებით თითქმის 10% საქართველოს მოსახლეობის. ეს 10% გაჩნდა საქართველოში 10 წლის განმავლობაში. 10 წელიწადში მოსახლეობის 10%-ის ჩანაცვლება უცხოელებით ეს არის იმდენად შემაშფოთებელი დინამიკა. ევროპაში ჩვენ ხედავთ რომ მიგრაცია კატასტროფულ შედეგებს იძლევა, ოღონდ ევროპაში ასეთი სისწრაფით უცხოელების შემოდინების 10% 10 წელიწადში არ ჩანაცვლებულა, უფრო ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდა ამას. და ამ ვითარებაში ჩდება ერთი, რა თქმა უნდა, კითხვა, რომ თუ 10 წელიწადში 300,000 შემოვიდა, მომდევნო 10 წელიწადში რა იცვლება? კანონები არ შეცვლილა, ანუ კიდე 300 შემოვა მომდევნო 10 წელიწადში, თუ ხედავთ მით უმეტეს, რომ შემოდინება მზარდია და კითხვა კობახიძემ თვითონ თქვა, რომ აი ახლა მაგალითად ამ Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში, რომლის ინვესტორი თვითონ ამბობს, რომ კი კაცო, 60%-ს უცხოელებზე ვაპირებ გავყიდო ეს პინებიო და ეს არის ჩვენი გეგმა და ეს ხალხი, როგორც მან თქვა,
ბევრი მათგანი მოისურვებს აქ ოჯახებით ჩამოსვლას და დასახლებას, ანუ ინვესტორი დეკლარირებული გეგმაა გაჟღერებული. ამაზე ყობახიძემ გითხრა, რომ ეს 60% რა მოსატანია, 16,000 ბინა შენდება და ამასობაში ბოლო 4 წელიწადში უცხოელებმა მხოლოდ 4 წელიწადში 60,000 ბინა იყიდებს. 60,000 ბინა არის ქუთაისის ზომის ქალაქი. კითხვაზე რა გვაზღვევს იმისგან, რომ ეს ხალხი აქ 60,000 ბინის მყიდველი ხალხი, ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დასახლდება, ან ხომ არ დასახლდა, ხომ არ არის 300,000 კაცი, რომელიც ცხოვრობს მუდმივად საქართველოში, ამ ბინების მყიდველების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამაზე პასუხს უნდა გვეუბნებოდეს მართალია კანონმდებლობა და კანონმდებლობაში გვაქვს სუიციდურად ლიბერალური ნორმები, პირდაპირ იყიდება ეს უცხოელების შესახებ კანონია, აქ უფლებრივი ნორმის შესახებ, ამ კანონის მე-15 მუხლის პუნქტები, ერთი პუნქტი საინვესტიციო ბინადრობის უფლებას $300,000 ქონება, ვინც იყიდა 5 წლის ვადიან ბინადრობის უფლებას იძლევა და 5 წელიწადში ადამიანს თუ ის ქონება შენარჩუნებული აქვს, შეუძლია უვადო ბინადრობის უფლებას გადაიტანოს ავტომატურად, ან თუ გაქვს ქონება არ გაყიდე, ამ 300,000 სამ ბინა იყიდა თბილისში, ვიღაც, არ ვიცი, ირანელმა ან არაბმა უვადო ბინადრობის უფლების აღება შეუძლია, ან ეხლა გაზარდეს 100,000 იყო ფასი, ეხლა 150,000-მდე გაზარდეს, 150,000-ის ქონებას ვინც იყიდის მარტიდან ამ გაზრდილ ვერსიას, მას შეუძლია დროებითი ბინადრობის უფლება, ერთწლიანი გახანგრძლივების უფლება. ანუ ამ ხალხს შეუძლიათ ფაქტობრივად მოქალაქეობასთან მიახლოებული უფლებებით, ბინადრობის უფლება ფაქტიურად იგივე უფლებებს იძლევა, ერთადერთი ხმის უფლება არ აქვს, 20 წელიწადში შეუძლია მე მოქალაქეობაზე შეიტანოს თუ ენა ისწავლა და ისტორია ისწავლა. ამიტომ კითხვა რა გვაზღვევს აი ამ 300,000-იან შემოდინებისგან, რომ ის არ გახდება 600,000 და რომ ეს 600,000 თუ რამდენიც გახდება პირდაპირ იმ უფლებას არ მიიღებს, ბინადრობის უფლებას და შემდეგ მოქალაქეობას არ მიიღებს და რომ მათ ავტომატურად ეძლებათ ბინას რო ყიდიან აქ დარჩენის კონტრაქტს იღებს ადამიანი, აქ დარჩენის საშუალება აქვს. არ პასუხი ცალსახაა, რომ არა თუ არაფერი არ გვასწრებს. ჩვენთან არის კანონმდებლობა მიღებული, რაზეც ღიად თქვა ხელისუფლებამ, რომ ამ კანონმდებლობას ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით არ შევცვლით, იმიტომ რომ სამშენებლო ბიზნესს არ გვინდა დავარტყა. მათი ინტერესია, რომ ბინებს რო ყიდიან, ვიღაც არაბს აქ რო უნდა ჩამოსახლება, მათ მისცენ ბინადრობის უფლება და როცა მიდის საუბარი ჩვენი მხრიდან მაგალითად იმაზე, რომ საფრთხეს ინვესტიცია, საფრთხეს შემოდინება, ხედავთ ახლა სტატისტიკის გარეშეც ახალი წლის კადრები ყველამ ნახა, ხო, ქართველი აღარ იყო ქუჩაში და ახსნა იყო, რომ ქართველები ქუჩაში არ ხვდებიან ახალწელს, ოღონ 10 წლის წინ ახლა რუსთაველზე ქართველებიც იყვნენ ხოლმე, წელს აღარ იყვნენ, მარტო ისინი იყვნენ, ხო? ამაზე კითხვას როცა ვსვამთ, რომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნა გვაქვს შეტანილი. გავაუქმოთ ბინადრობის უფლების გაყიდვა. მოდით, აი, ხო არ ვაპირებთ ვინმის ჩამოსახლებას, ხო არ ვაპირებთ ამ ბინების და მიწების უცხოელებს, ვითომ არ აპირებენ, თორემ მეჭვი გვაქვს, რომ აპირებენ კი არა, ყიდიან კიდე. მოდით აი ეს ამოვიღოთ. მოდით არ იყიდებოდეს 300,000-ად საქართველოში ბინადრობის საერთოდ არ ყიდით. მოდით ექსკლუზივი იყოს ხელისუფლების, რომ აი ეს ადამიანი აგერ ვიზას გაძლევ, შემოსული ხარ, როცა აღარ მაწყობს, აღარ გაძლევ ვიზას. ჩვენი ეროვნული ექსკლუზივი იყოს, ვის მიცემთ ვიზას, ვის არ. ამაზე შეტანილიც გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, ხელმოწერებით შეგროვილი გვაქვს, შაბარებული გვაქვს და მე მგონი ჩვეულებრივ ლეგიტიმური კონსტრუქციული მოთხოვნა და ამაზე რო ხა პასუხს ვიბრუნებენ ეს ის არის ნაცებს შეეკარით, ლელო მაწია ეს და მე თქვენ გადაიბარეთ და ასეთ ტყუილებს რო გვიტრიალებენ, თან რაღაცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს აღვცელებთ, გვაბრალებენ, როცა ყველას შეუძლია ნახოს, რომ ეს არაბული მეკლერების ვიდეოები არ არის ხელოვნური ინტელექტი. ეგ იწვევს სერიოზულ ეჭვს, რომ არავინ არ არის კონსტრუქციულად განწყობილი ხელისუფლებიდან და საზოგადოებას ფაქტიურად აღარც დარჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ელაპარაკოს და ერთმანეთს გააგონოს, რაც შეიძლება აქტიურად ხმა, რომ უკმაყოფილება იმდენად ჟღერადი გახდეს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს რაღაცა პასუხებზე წამოვიდეს. გასაგებია.